ამ წუთებში კი პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს მედიასთან კომენტარს, პირდაპირ ეთერში ვრთავთ შალვა პაპუაშვილს. დღეს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში განიხილავს საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშს. 400 გვერდზე მეტი მოცულობის არის ეს ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ის ჩვენება, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც შეეხება ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმს ხელისუფლებაში 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას როგორც ანტიდემოკრატიულ ექსტრემისტულ ორგანიზაციას ოპოზიციაში. ჩვენ ამ თვეების განმავლობაში ვისმენდით და ვიხსენებდით ის ვინც მომსწრე ვართ იმ რეჟიმისა, რომელიც დამყარებული ქონდა გარე დახმარებით ნაციონალურ მოძრაობას საქართველოში, ვისმენდით ყველა იმ ტკივილს, ყველა იმ დანაშაულს, რომელსაც ჩადიოდა ეს რეჟიმი, ვისმენდით და უყურებდით და დღესდღეობითაც მომსწრე ვართ, როგორ უთხრიან ძირს უკვე ოპოზიციიდან ნაციონალურ მოძრაობა ქართულ დემოკრატიას, თუნდაც დღეს მიმდინარე პროცესები, როდესაც ისინი ღიად საუბრობენ ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლაზე, საუბრობენ დამხობაზე და ეს ამის ნორმალიზებას ახდენენ მათ შორის მათი უცხოელი მფარველები, რომლებიც ჯერ კიდევ ხელს ართმევენ ამ ანტიდემოკრატიულ ექსტრემისტულ დაჯგუფებას. შესაბამისად ამის შემდეგ პარლამენტი განხილვის შემდეგ თავის პოზიციას დააფიქსირებს ანგარიშთან დაკავშირებით და ეს უპირველეს ყოვლისა არის დოკუმენტი, რომელიც დაწვრილებით, მოცულობითად აღწერს ფაქტობრივად არის ისტორიული კვლევის მსგავსი დოკუმენტი, სადაც მტკიცებულებებზე დაყრდნობით აღწერილია მთელი ჩვენი ეს უახლესი ისტორია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით მადლობა გადაუხადო საგამოძიებო კომისიას, მის თავმჯდომარეს ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელმაც ასე ძალიან დეტალურად იმუშავეს და ამხელა ნაშრომი გააკეთეს, რაც მნიშვნელოვანი არის მათ შორის ჩვენი ისტორიისთვის, ჩვენი მომავლისთვის, იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა, ყველა თაობა მიცოდნენ თუ ესე თვალსა და ხელს შუა, როგორ დაგვიმყარეს გარედან დიქტატურა საქართველოში და რომელსაც ზოგიერთი ჯერ კიდევ ასე ვთქვათ ხელს ართმევს და მოდერნიზატორებსაც კი ეძახიან და ამ მხრივაც მნიშვნელოვანია ეს დასკვნა. ჩვენ 2012 წლის შემდეგ ვნახეთ პერიოდი, როდესაც ეს დიქტატორები, დიქტატურული რეჟიმის შემქმნელები, წამების რეჟიმის შემქმნელები მიღებული იყვნენ სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციების კორიდორებში. ბრიუსელში, ევროკავშირის ინსტიტუციების კორიდორებში ხედავდით მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მსჯავრდებული იყო უკვე ამ დანაშაულებისთვის და მისი სხვა გარემოცვაც მიღებული იყო. უკრაინის ხელისუფლება იხუტებდა და დღემდე იხუტებს წამების სისტემის შემქმნელებს და თან ცალი ხელით ძმობას და მეგობრობას ეფექცება ქართულ ხალხს. მე მინდა ყველას უთხრა, ეს დოკუმენტი არის ახლა შესაძლებლობა, რომ არის იმის შანსი, რომ ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა ხელახლა დაიბრუნეს, რომ შეაფასონ მიხეილ სააკაშვილის ნაციონალურ მოძრაობის რეჟიმი. ეხლა არის მომენტი, რომელიც არის და ბოლო შანსი ყველა უცხოური ძალისთვის, რომ საბოლოოდ გაიაზროს თუ რა ტიპის რეჟიმს უჭერდნენ მხარს და რა ტიპის პოლიტიკურ დაჯგუფებას უჭერდნენ მხარს, შეაფასონ და დაგმონ ნაციონალურ მოძრაობის დიქტატორული რეჟიმი. ეს არის შანსი ყველასთვის და მე მოუწოდებ ყველა უცხოელს, ხელისუფლების წარმომადგენელს იქნება, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელს, რომ ეს შანსი მეორეჯერ აღარ გაუშვან ხელიდან, იმიტომ რომ ქართველი ხალხი უკვე ამას ნამდვილად აღარ აპატიებს მათ, ვინც ამის შემდეგ, აი ამ მტკიცებულებების დოკუმენტების შემდეგ კიდევ იტყვის, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიის შუქურა, თითქოს მიხეილ სააკაშვილი არის პროევროპელი და ასე შემდეგ, აი ეს ყველაფერი, ეს ტყუილი უნდა დასრულდეს დღევანდელი განხილვის შემდეგ. აი თქვენი აზრით რა პასუხი გასცა დემოკრატიამ
და რისთვის არის მიზანი საქართველოს ხელისუფლება? უბრალოდ ყოველისა ეს არ არის რაიმე პირველი 31 აგვისტო, ყოველ წელს 2017 წლიდან მოყოლებული ეს 31 აგვისტო ყოველ წელს არის, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირის შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ ყოველ წელს საქართველოს ამზადებს ანგარიშს თუ რა მდგომარეობა არის ამ ხრივ, რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე სტატისტიკა მიგრაციული იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს. უპირველეს ყოვლისა პირობები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის ხრივ, დანაშაულების გაზრდის ხრივ და ასე შემდეგ. ამ ხრივ საქართველოს არის აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც კი, რომ როგორ ზრუნავს საქართველოს ემაზე, იმ შემთხვევაში თუ კი რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ მაგალითად ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველოს თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში, რასაც რეადმისია ქვია და ამის ხელშეკრულება ცალკე გვაქვს. ჩვენ იმ ქვეყნებში, სადაც შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში, პოლიციის ატაშეების ქსელი არის შექმნილი, რომელიც ადგილზე სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარებიან ამ ხრივ. ასე რომ საქართველოს ამ ხრივ სამაგალითო არის და ანგარიში, რა თქმა უნდა, ასახულია თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. რაც შეეხება თავად ამ საკითხის პოლიტიზირებას და სპეკულაციებისთვის გამოყენებას, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ზოგადად ბრიუსელის თუ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყნისგან ბოლო გარკვეული პერიოდი, რამდენიმე წელი ვაკვირდებით, როდესაც ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ, რომ ევროკავშირი იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღესდღეობით მოახვიონ თავს სხვა ქვეყნებს. და ამას ხედავთ ჩვენ საქართველოს მაგალითზე ძალიან კარგად, როდესაც ისეთი კანონები, როგორც არის ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს უვიზო მიმოსვლასთან, ასეთ კანონებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური გემოვნება მოახვიონ ქართულ ხალხს თავს. ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად LGBT პროპაგანდასთან დაკავშირებით, უნდათ რომ აი ამ ბერკეტის გამოყენებით ძალით მოახვიონ თავს ქართულ ხალხს. ის ქვეყნები, რომელსაც უნდათ რომ ფარულად აფინანსებდნენ საქართველოში პოლიტიკას და აფინანსებდნენ დესტაბილიზაციას და ამისი არაერთი ფაქტი არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები საქართველოში აფინანსებდნენ პოლიტიკას და დესტაბილიზაციას, უნდათ რომ კვლავ ეს ფარულად გაგრძელდეს, ამიტომ იყენებენ ამ ბერკეტს, რომ გამჭვირვალობა არ იყოს უზრუნველყოფილი. ასე რომ ეს არის ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც არის ანტიევროპული ტენდენცია ბრიუსელის თუ ზოგიერთი სხვა დედაქალაქის მხრიდან, როდესაც ევროკავშირის იდეა, მშვიდობის პროექტი, ხშირად ამას ამბობენ, მაგრამ არ გონია, რომ ზოგიერთი მე მგონი, რომ ვერ იაზრებს, რას ნიშნავს მშვიდობის პროექტი, ზუსტად ეს მშვიდობის პროექტი გამოყენებულია იარაღად. ეს არის ოქსიმორონი, როდესაც მშვიდობის პროექტს იყენებ იარაღად ხალხის წინააღმდეგ. ამჯერად შეხვედრა იყო იულიუს სტუდენტურ ახალგაზრდობასთან, სადაც მან მორიგჯერ თქვა, რომ ევროკავშირმა გარდა საქართველოსთვის, თუმცა საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი კურსის პირობებში გაერთიანება შეუძლებელია. ეს ის მოძრაობა, რომელისგანაც რადიკალური ქმედებები აქამდეც გვინახავს, მათ შორის მარიამ ლაშთან გვარი თავდასხმა და მივარდნა და ასე შემდეგ. მე მინდა გითხრათ უშუალოდ გერმანიის ელჩის აი ამ არჩევანზე და მის ამ ურთიერთობებზე კონკრეტულ ჯგუფებთან. მე გერმანიასთან და გერმანელ ხალხთან მრავალწლიანი ურთიერთობა, მათ შორის პროფესიული მაკავშირებს და ძალიან მწუხვარ, რომ დღეს ფორმალურად გერმანელ ხალხს საქართველოში წარმოადგენს ეს ადამიანი. მე აღარ ვიცი უკვე რა უნდა აუხსნა, იმიტომ რომ მე ბევრჯერ ვცადე ამის ახსნა, მაგრამ როგორც ჩანს, ის არ ვერ იგებს, ან არ იგებს. არ იგებს იმას, რაზეც არის საუბარი და საერთოდ
ვერ ხვდება მე მგონი რა კულტურულ გარემოში იმყოფება, რა ქვეყანაში იმყოფება, ვინ მართ ქართველები, რა გვინდა ქართველებს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ეს შეხვედრა, რომელთაც ასე თავს იწონებს გერმანიის ელჩი და მათ შორის თავის სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს Twitter-ზე იქნება სხვაგან აქვეყნებს ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ამბობს, რომ აი ეს ადამიანი, რომელთანაც ის გვერდზე დგას, რომელიც წარმოადგენს ამ დაჯგუფებას, ეს ადამიანი არის მაგალითი მომავალი თაობისა თუ მაგალითი სამოქალაქო აქტივისტად. ეს ის ადამიანი არის, სახელი აღარ მახსოვს, ფრიდონიშვილი თუ არ ვცდები, ქალბატონი, ეს ის ადამიანი არის, რომლის ორგანიზაცია და პირადად რომელიც ჩართული იყო მათ შორის საჯაროდ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ. რა დავარქვე ხა არის ამისი ტერმინი, უბრალოდ არ მინდა რომ აქ გამოვიყენო, რას ნიშნავს საერთოდ ეს ქცევა, როდესაც ადამიანს უწოდებ ცოცხალ არსებას, ასე მოიხსენიებენ ანუ არსებად და მონას. კიდევ ერთხელ, მე შემიძლია გერმანიის ელჩს მივცე, უნდა ისტორიული, უნდა ენციკლოპედიური განმარტება, რას ნიშნავს ეს ტერმინები, რას ნიშნავს დეჰუმანიზება ადამიანის და რა იდეოლოგიის მიმდევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვებს არსებებად მოიხსენიებენ და მათ დეჰუმანიზებას ახსენებენ. საზოგადოებას ვეწყი კიდევ ერთხელ. დეჰუმანიზება, ანუ ადამიანის თვის აყრა მისი პიროვნული ღირსებების, იმის თქმა, რომ ეს ადამიანი არ არის, მას არ აქვს პიროვნული ღირსებები, ფაქტობრივად ის არის საგანი, ცოცხალი არსება, როგორც თავად ეს ქალბატონი ფრიდონიშვილი თუ არ ვცდები გვარად ამბობს. ეს არის იდეოლოგია, რომელიც ამბობს, რომ თუ კი შენი ოპონენტი, ან ის ვინც არ მოგწონს, ადამიანი არ არის, მაშინ ყველაფერი შეიძლება. მასზე ძალადობა შეიძლება, მასზე თავდასხმა შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, ვიდრე ის არის ადამიანი, ის არის ფაქტობრივად ნივთი. მონას ამიტომ იყენებენ ამ ტერმინს, რომ მონა არის უფლებებ აყრილი ადამიანი. ფაქტობრივად არა ადამიანი თავისი ბუნებით, სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე. აი ამ ადამიანს ხელს ართმევს გერმანიის ელჩი ადამიანს და ორგანიზაციას, რომლის იდეოლოგია ეფუძნება ადამიანის დეჰუმანიზებას, ართმევს ხელს და ამბობს, რომ ეს არის მაგალითი აქტივიზმის. ამას გასულ საუკუნეში ამ იდეოლოგიას ჰქონდა თავისი სახელი. და კიდევ ერთხელ არ გამოიყენებ ამ ტერმინს, მაგრამ სირცხვილია, როდესაც გერმანიის ელჩი ხელს ართმევს ადამიანებს, რომლებიც სხვების დეჰუმანიზებას ეწევიან და სირცხვილია, როდესაც ნორმალიზებას ახდენს ამ იდეოლოგიის. და კიდევ ერთხელ წუხვა, რომ დღეს გერმანელ ხალხს წარმოადგენს ეს ადამიანი, ერთადერთი რაც და სამწუხაროა, რომ ფაქტია, ხომ, ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ მისთვის აგვეხსნა, რომ არ შეიძლება ადამიანების დეჰუმანიზების ნორმალიზება, არ შეიძლება, ოდესაც უცხო ქვეყნის ელჩი ამას აკეთებს და გერმანიის ელჩი ამას აკეთებს. ეს არის დაუშვებელი, აღმაშფოთებელი, მიუღებელი და ამაზრზენი, ოდესაც დეჰუმანიზების ნორმალიზებას ახდენს. ამიტომ სამწუხარო მდგომარეობა არის ეს, თუმცა კიდევ ერთხელ მე ბევრჯერ ვცადე, მაგრამ ამ ადამიანს ვერაფერს ვერ ვაგებინებთ. ეხლა ან არ უნდა რომ გაიგოს, ან ვერ იგებს. არც ერთი არის კარგი მოცემულობა, არც მეორეა. მაგრამ მე ერთადერთი რაც მას შეუძლია გაგონოს, ბოდიში მოიხადოს იმის გამო, რომ ის თავს იწონებდა იმ ჯგუფის წარმომადგენელთან, რომელიც სხვების დეჰუმანიზებას ახდენს. ეს არის კიდევ ერთხელ კატეგორიულად მიუღებელი 21 საუკუნეში ამგვარი იდეოლოგიის მქონე ადამიანების ნორმალიზება. გერმანიაში იქნება დროებით ვინაძრების მოწმობა მიიღო და პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით თქვა, რომ არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში მისი გუნდი შემოვიდეს თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური შეცდომა იყო ოპოზიციის, როდესაც მათ უარი თქვეს მანდატებზე. როგორ ფიქრობთ, აიღებენ თუ არა ისინი ამ მანდატებს და რატომ ახლა და რატომ მანამდე არა? თუ თვლიდნენ, რომ იყო პოლიტიკური შეცდომა, რატომ არ გაიაზრეს, რომ არ გადაედგათ ეს ნაბიჯი? აი ახლა მის ამ განცხადებას როგორ არადასტურებდა უბრალოდ ყოვლისა შევაფასოთ გიორგი გახარიას სამართლებრივი სტატუსი. ის გახდათ საქართველოს პარლამენტის წევრი 24 წლის არჩევნების შედეგად, რომელსაც უფლებამოსილება შეუწყდა, ვინაიდან მან მანდატი არ განახორციელა, რომელიც მის მამორჩეულად მისცეს. დღეს ის არ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, დღეს ის არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი.
ეს არის მისი სამართლებრივი სტატუსი უცხო ქვეყნის რეზიდენტისა, რომელიც გაექცა თავის პარტიას, გაექცა თავის ამომრჩეველს, გაიქცა ქვეყნიდან სად გარბის, რატო გარბის, ვერავისთვის ვერ აუხსნია. ერთადერთი რაც შეგვიძლია ამ რეზიდენტობასთან თქვა, რომ გერმანიაში თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი და არ ვიცი იქ თუ აპირებს მონაწილეობას, ეს არ ვიცი. რაც შეეხება განცხადებებს მანდატებთან დაკავშირებით, არ ვიცი, ეს მათი გადასაწყვეტია. საქართველოს პარლამენტი არ არის აწყობილი იმაზე, რადიკალური ოპოზიცია როგორ მოიქცევა. წინამოწევის პარლამენტში ხედავდით, რომ ხა ოპოზიცია ერთი წელი, ასე ვთქვათ, შეეცადა, რომ ეჯანჯღარებინა ქვეყანა, არაფერი არ გამოვიდა, ბოლოს შემოვიდა პარლამენტში, თუმცა ხა ის მათი ყოფნა არ ყოფნას აქ დიდი მნიშვნელობა არ ქონდა, იმიტომ რომ თუ მოდიოდნენ პლენარულ სხდომაზე იმისთვის, რომ რაღაც აყალმაყალი მოეწყოთ, ისიც რაღაც თვეში ერთხელ. სხვა დანარჩენი სარგებელი არც საქართველოს პარლამენტს, არც ქართულ ხალხს მათი პარლამენტში ყოფნისგან არ მიუღებთ. ამიტომ მათი გადასაწყვეტია რა უნდათ. ერთადერთი ამ 12 ადამიანს, რომლის უფლებამოსილებასაც დღეს ცნობს პარლამენტი, ერთადერთი არ იმიტომ იქ მათ შორის არის სახელი და გვარები, რომელსაც ესე არ ვიცნობთ, ასე ვთქვათ, პირველი 12-ეულის მიღმა ხალხი არის. ერთადერთი მათ მოუწოდებ, რომ დაფიქრდნენ. ხო გაიაზრონ ხა, ნუ მართლა მე მგონი დღეს პოზიცია, ოპოზიცია თუ ყველა პოლიტიკური ძალა თუ არაპოლიტიკური ძალა ერთ რამეზე თანხდება. იმაზე რაც ჩვენ თავის დოზე ვთქვით, რომ გახარია, გიორგი გახარია არის ჩვეულებრივი ბოლი. აი ეს ბოლი რო არის, მე მგონი ყველა თანხდება ეხა უკვე და ნუ აი უცხო ქვეყნის, ნუ იმიტომ რომ ადამიანი გაიქცა, უცხო ქვეყნის რეზიდენტი გახდა და კიდე ყელყელაობს იქიდან რაღაცებს საუბრობს, აქ უნდა პროექტები განვახორციელო, არ ვიცი ხა იქ NGO-ს თუ აფუძნებს, არ ვიცი, ნუ ადამიანი უბრალოდ ჩვეულებრივი ბოლი და ყოფითი მატყუარა არის, რომელიც ჩვენ მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე ვიხილეთ, რომ 5 წუთში ადამიანის ტყუილი იყო მხილებული და ერთ წარბი არ შეტოკებია და ძარღვი არ შეტოკებია. თქვა რომ გადადგომის წინ 2021 წელს რომ ის, ავიცი, არავინ ელჩის არ შეხვედრია, შემდეგ რომ ნელ-ნელა კომისიამ შეახსენა სხვადასხვა მტკიცებულებები, თქვა რომ კი შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ამით დადასტურდა რომ ის თავის დროზე გაიქცა მართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით. ამაზე დიდი სირცხული რა უნდა იყოს, რომ შენ პოლიტიკურმა გუნდმა ჩაგაბარა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა. ეს ხო არ ვიცი, ესეთი პატივი, ასეთი პასუხისმგებლობა იშვიათია და ყველა მოქალაქეს არ შეიძლება შეხვდეს ეს პატივი, ასეთი პასუხისმგებლობა ჩაგაბარა, ასეთი პატივი რომ შენს ქვეყანას ემსახურო პრემიერ-მინისტრის რანგში და უცხო ქვეყნის ელჩთან კოორდინაციით გადადგა და გაიქცა. ასევე გაიქცა სინამდვილეში მის ამჟამინდელ გუნდს, მისვე ჩამოყალიბებულ პარტიას და იქიდან ეტყობა ესე თავისი ყოფითი მატყუარობით, ეხლა ცდილობს რომ რაღაცნაირად წარმოაჩინოს თითქოს ეხა ის ზის სადღაცას სხვა ქვეყანაში და დიდ გეგმებს აწყობს, სინამდვილეში ხედავთ რომ რაღაც მერკანტილური საკითხებით სხვა უცხო ქვეყნის რეზიდენტობის და ბინადრობის მიღებით და ავიც ბინის ქირით ალბათ და ასეთ საკითხებით არის დაფინანსებული, თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც მას უნდა დაუწოდოთ და ყველა მედიას მოგიწოდეთ, განსაკუთრებით ვისაც მას კომუნიკაცია აქვს. რა ფინანსებით ცხოვრობს ის საზღვარგარეთ? ვინ აფინანსებს მისი ყოფნას? გითხრას რომ დანაზოგი აქვს, აბა საიდან აქვს ეს დანაზოგი, ეგეც გითხრას. რამდენადაც ცნობილია ამ დასკვნაში საუბარი ხდება ამ დასკვნაში წერია ომში ქართული მხარის პასუხისმგებლობაზე. იქნებ თუ არა რომ ამ დასკვნის მხარდაჭერა იქნება კრემლისთვის სასარგებლო საკითხება ქართული ისრაელის. ეს დასკვნა არის ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი. და ამიტომ პირველი ვინც ამისგან სარგებელს მიიღებს ქართული ხალხი და ჩვენი სახელმწიფო. იმიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით არსებობდეს ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი და ითქვას ყველა საკითხთან დაკავშირებით სიმართლე. სიმართლე ყოველთვის არგებს ადამიანს, როდესაც მას ეხება, ქვეყანას, როდესაც მას ეხება. ამიტომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ეს დასკვნა ამბობს სიმართლეს. როგორც იმ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც შექმნილი იყო, როგორც იმ ღალატთან დაკავშირებით, რომელსაც უცხო ქვეყნიდან
დასმული და მართული სახელმწიფო ქვეყნის წინაშე სახელმწიფოს მმართველობა ქვეყნის წინაშე ჩადიოდა მათ შორის 2008 წლის ომთან დაკავშირებით. ამიტომ მთავარი რაც არის ის რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით ითქვას ფაქტებზე დაფუძნებული. ეს დანაშაული შეგახსენებთ, რომ ვერ დაინახა მაგალითად სტრასბურგმა, ჰააგა. რასთან დაკავშირებით? ვიხარით მეტი რას ქართული მხარის პასუხისმგებლობას საერთოდ 2008 წლის აგვისტოს ომში მე არაერთხელ მithქვამს მარტივი ანალიზი არის საჭირო მიხვდე რომ იგივე ძალა სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში 2022 წელს საქართველოს დღეს ომში კი არ იქნებოდა უკრაინას უკვე დიდი ხანი ეს ომგამოვლილი ქვეყანა დანგრეული არ ვიცი რამდენად სახელმწიფო საერთოდ იქნებოდა გარანტირებულად ეს ხალხი შეიყვანა საქართველოს კიდევ ერთხელ ომში და შეყავდა კიდევაც შეგახსენებთ აქ პარლამენტის წინ იდგნენ და ითხოვდნენ მოხალისეების გაგზავნას ფრონტზე სანქციების დაწესებას და ასე შემდეგ და სწორედ ეს გამოცდილება უყურეთ სუმცირე ეს გამოცდილებაც კი გვეუბნება ჩვენ რა და როგორ მოხდა 2008 წელს 2008 წელს აი მაშინაც რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო არა ნაციონალური მოძრაობის გარედან მართული მარიონეტული რეჟიმი არამედ ყოფილიყო ქართული ოცნების მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა არ მივიდოდა ამ საკითხამდე როგორც არ მივიდა 2022 წელს და პირიქით და ორი ყველა ხელისუფლება არის პასუხისმგებელი უპირველეს ყოვლისა საკუთარ ქმედებებზე, საკუთარ ქვეყნის წინაშე და ყველა ხალხი და საზოგადოება უპირველეს ყოვლისა საკუთარ ქვეყანას თხოვს პასუხს. რაც შეეხება ვინ რა დაიწყო. თქვენ არ ვიცი 2008 წელს რამდენი წლის იყავით და როგორ მოესწრეთ ამ ყველაფერს. ეს საზოგადოება აქ ცხოვრობთ. 2008 წლის 7 აგვისტოს გვახსოვს, 6-იც, 8-ც, 9-ც, 10-ც და ეს დღეები ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან კარგად ვიცით ჩვენ როგორც მოქალაქეებმა, რას გვეუბნებოდა 2008 წლის 8 აგვისტოს ღამე გამთენიას ხელისუფლება ჩვენ მოქალაქეებს. რას გვეუბნებოდა? არქივი ხომ არის გაიხსენეთ. რას გვეუბნებოდა? არა თქვენ რას გვეუბნებოდა თავად მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი 2008 წლის 8 აგვისტოს ღამე დღისით რას გვეუბნებოდა რომ სამშვიდობო ძალები არ ერთვებიან ამ ყველაფერში კონსტიტუციური წყობილების აღდგენა მიდის და ასე შემდეგ რომ საქართველოს ახორციელებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და არა თავდაცვით ომს დაარქვეს კონსტიტუციური წყობილების არა თავდაცვით ომის აი ამ შენობაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ბრძანებაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარლამენტის მიერ 2008 წლის 8 აგვისტოს. ხომ არ ვიცი ხომ აქაც ხო ბრძანება როდესაც გამოიცა სადაც საუბარი ქონდა იმაზე რომ იყო სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ ასე ვთქვათ საბრძოლო მოქმედებები. ეს ერთი და მეორე თავად მიხეილ სააკაშვილის დავალებით მისმა წარმომადგენლებმა სტრასბურგში ევროსაბჭოს რეზოლუციას მისცეს ხმა და დაუჭერეს მხარი, სადაც ზუსტად არის ასახული, როგორ მოხდა ესკალაცია და ახალი ეტაპი იმ ომში, რომელიც დიდი ხანია გრძელდება, მაგრამ ახალი ეტაპი და ახალი ომი როგორ იყო დაწყებული და ვინ გაისროლა მასშტაბურად მაშინ. ასე რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში სხვანაირად შეხედეთ. მათ შორის არქივს გადახედეთ. ეს კითხვის ნიშნის არც არასდროს ყოფილა. დაახლოებით 2017-18 წლამდე ამაზე თავადაც საუბრობდნენ. მათ შორის ის გენერლები, რომლებიც იყო ჩართული, რომელიც ნაციონალური მოძრაობის შემდეგ წევრები გახდნენ, საუბრობდნენ რა როგორ დაიწყო, ვინ როგორ დაიწყო. დღეს რომ ოპოზიცია თავს იგიჟებს და ზოგიერთი წარმომადგენლები, ისინი თავად საუბრობდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმმა ქვეყნის ღალატით დაიწყო ის ახალი ეტაპი სამხედრო დაპირისპირებისა, რომელიც მასშტაბურ ომში გადაიზარდა. ასე რომ არაფერი ამაში არ არის სიახლე სინამდვილეში. ეს რაღაც რამდენიმე წლის წინ რატომღაც გადაწყვიტეს შემოეტრიალებინათ საკითხი და თითქოს ახლა რაღაცა სიახლე ამ ყველაფერში. 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა ჩაიდინა დანაშაული ქართველი ხალხის წინააღმდეგ საკუთარი
აი იმ ქმედებებით, რომელიც ეხლა ხედავთ 2022 წელს ზუსტად იგივეს გააკეთებ. 2022 წელს ზუსტად ისევე შევიდოდით ომში და მე ეხლა გერკვიათ ვინ გაისვლა პირველი, ვინ მეორემ და ჩვენ ტერიტორიაზე რა შეიძლება, სხვის ტერიტორიაზე რა შეიძლება. მაგრამ ფაქტი ხო ეს არის, აღმოჩნდებოდა საქართველოს ისეთივე დანგრეული როგორც 2008 წელს. ის გარანტია მისცეს საზოგადოებას, რომ ამ დოკუმენტს კრემლი არ გამოიყენოს მისი ინტერესების შესაბამისად, მაგალითად არაბერების პოლიტიკის არაინ კავშირი არა. არაინ კავშირი არა, აქაც სპეკულაცია წეგანახან ახსენეთ სტრასბურგი, ჰააგა და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ გამარტო საზოგადოება კიდევ ერთხელ საზოგადოებამ კარგად იცოდეს რასტევოს საქმე. სააკაშვილის გაფუჭებული საქმე და ღალატი არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 2008 წლის შემდეგაც, რომელიც მან ფაქტობრივად ჩიხში მიიყვანა ჰააგაშიც და სტრასბურგშიც პროცესები. ერთი პროცესი საერთოდ ჩააგდო ქვეყნებს შორის დავისა, იმიტომ რომ არასწორად შეიტანა სარჩელი თავის დროზე საერთაშორისო სასამართლოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში და ეს შანსი დავკარგეთ, რომ ქვეყნებს შორის დავა მოგვეგო სააკაშვილის მოღალატეობრივი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი პროცედურების გამო. რაც შეეხება ჰააგაში ფაქტობრივად წაგებული საქმე შემოვატრიალეთ და დადასტურდა ის, რომ ჰააგა განიხილავდა ერთადერთ საკითხს, რომ ომის დანაშაულები ვინ ჩაიდინა და დადასტურდა, რომ ის, რასაც აბრალებდა მიხეილ სააკაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციით ქართულ ჯარისკაცებს, ეს იყო ტყუილი. ევროსაბჭოს რეზოლუციაში ჩაწერეს პირდაპირ ნაციონალურმა მოძრაობამ და მხარი დაუჭირეს, მათ შორის თქვენ ფორმულადან ხართ, ხო? თქვენი არც მთავარი რედაქტორია თუ რა პოზიცია აქვს გიორგი თარგამაძეს. ხმა აქვს მიცემული აი მოღალატეობრივი ჩანაწერისთვის, რომ კასეტური ბომბები გამოიყენეს ქართულმა სამხედროებმა. ომის დანაშაული დააბრალა თქვენმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ, ნაციონალური მოძრაობის სატელიტი იყო მაშინ გახსოვთ, მათთან ერთად ქართულ ჯარისკაცებს. და საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაამტკიცა, ეს იყო ტყუილი და ერთადერთი ვინც ჩაიდინა ომის დანაშაულები, ეს იყო რუსული თუ ოპერატისტული მხარე. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს განხილვის საკითხი იყო ასევე ადამიანის უფლებების დარღვევა და აქაც საქართველოს მაინც წაგებული საქმე რა ქვია, რო ჩამოვარდა ისკანდერი გორში და ეს ისკანდერის ნაწილები რო გააჩუქეს და სხვა ქვეყანას რომ მისცეს და პროცესების დროს რო ეძებდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სად არის საერთოდ ეს ისკანდერის სინამდვილეში არსებობდა თუ არა რუსულმა მხარემ რომ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ რომ ეს ფოტოები გიდევთ, მაგრამ ეხლა ფოტომონტაჟი ყველა შეუძლიაო სად არის ნაწილები ისკანდერისა და მოგვიწია უცხოეთიდან ერთ-ერთი ქვეყნიდან ამ ყველაფრის დაბრუნება, რომელსაც ეს საკუთარი სამხედრო ექსპერიმენტებისთვის სჭირდებოდა ალბათ რომ შეესწავლა ის რაკეტა, დაბრუნება ამ ყველაფრისთვის რომ ნიტკიცებელები წარგვედგინა. წაგებული საქმე შემოატრიალა იუსტიციის სამინისტრომ, ზუსტად თეატ ლუკიანმა, რომელიც საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი არის და მოვიგეთ ის დავა და იმ დავამ თქვა, იმ დავით ჩვენ სამართლებრივად გავამყარეთ, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ჩვენ ერთადერთი დოკუმენტი გვაქვს სასამართლო დოკუმენტი, რომელიც ადგენს, რომ ეს არის ოკუპაცია. პოლიტიკური განცხადებები, რეზოლუციები, ევროკავშირი, რომელსაც ვერ ვათქმევინეთ დღემდე ნორმალურად ეს ოკუპაცია არის, ეს ყველაფერი პოლიტიკური განცხადებებია, რომელიც შეიძლება ადვილად შეიცვალოს. სასამართლოს გადაწყვეტილებას ვეღარაფერი ვეღარ შეცვლის. სასამართლო გადაწყვეტილებით ზუსტად ქართული ოცნების დამსახურებით დაერქვამას სამართლებრივად ოკუპაცია, ანუ ეფექტური კონტროლის განხორციელება, შესაბამისად ეს არის რასაც აკეთებს ქართული. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.